მოგესალმებით ემიგრანტებო და მეგობრებო, ხვალ 15 დეკემბერს ევროპარლამენტის შენობასთან ბრიუსელში იმართება ემიგრანტების აქცია, ემიგრანტების მიერ ორგანიზებული აქცია. ყველა ემიგრანტს, ვინც ბრიუსელში ცხოვრობს, ვინც ბრიუსელთან ახლოს ცხოვრობს და დრო აძლევს საშუალებას და ემიგრანტული ცხოვრება აძლევს საშუალებას, ყველას ვთხოვ რომ მოვიდეთ. ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენიცა ემიგრანტებისიცა და ჩვენი საბრძოლველიცა. ამ ქვეყნის გადარჩენაში ჩვენ უნდა მივიღოთ აუცილებლად მონაწილეობა და ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. ამიტომ ვთხოვთ სულას, ვისაც კი საშუალება გაქვთ, აუცილებლად მობრძანდით, აუცილებლად ვიბრძოლოთ, აუცილებლად გავაგრძელოთ ბრძოლა და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროპას, რომ მიუხედავად იმ რეპრესიებისა, მიუხედავად იმ სადისტური მეთოდებისა, მიუხედავად ქიმიური იარაღით მოწამვლისა, ქართველი ერი არ გატეხილა, ქართველი ერი არ გატყდება, ქართველი ერი არ შეეგუება არსებულ ვითარებას და ბოლომდე იბრძოლებს გამარჯვებისათვის. ეს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ევროპის ქვეყნებს, ეს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ყველა იმ ადამიანს, თავისუფლება მოყვარულ ადამიანებს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს და აუცილებლად უნდა მოიპოვოთ ხალდაჭერა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მოთხოვნები იქნება, მაგრამ იქნება ერთი მოთხოვნა და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. მხოლოდ და მხოლოდ ქვედა რგოლის, რომელზედაც დგას ბიძინა ივანიშვილი, მათი ჩამოშლით მოახერხებთ ამ ხელისუფლების გაგდებას, დამხობას. მე არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმას. ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს. და ამიტომ მოთხოვნა იქნება ერთ-ერთი, რომ უნდა დასანქციდნენ ყველა პოლიციელი, ყველა მანდატური, ყველა მოსამართლე, ყველა პროკურორი, ყველა სუსის თანამშრომელი, ყველა ტიტუშკა იქნება ეს თუ ვინცას სიკვდილი იქნება. ყველანი ვიზედაც დგას ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. აი ვიზედაც დგას. ისინი ყველანი უნდა დაასანქციდნენ.